მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 3. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გავლილი მანძილი დროის 0-3 წამ შუალედში. ხო, ესე იგი მოცემული გვაქვს φ x-ის თეზი დამოკიდებულება, ასევე ვიცით, რომ t იცვლება 0-3 შუალედში და გვაინტერესებს გავლილი მანძილი ამ შუალედში. იქიდან გამომდინარე, რომ გავლილი მანძილი სხვა რაფერია თუ არა, აი ამ ფიგურის ქვეშ მოქცეული, აი ამ წრფის ქვეშ მოქცეული ფიგურის ფართობი 0-დან 2 წამამდე ეს ერთი ფართობი თუ დავითვლით და 2-დან 3 წამამდე ფართობებს თუ დავითვლით და შევკრებავთ, მივიღებთ გავლილ მანძილს. ესე იგი S ტოლი ყოფილა S1 + S2. S1 ტოლი არის სხვა გამრავლებული 2-ზე შეფარდებული 2-თან, დამატებული 4 გამრავლებული 1-ზე შეფარდებული 2-თან. ეს ტოლი იქნება 10 მეტრის. ხო, მოდი ახლა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ, თუ რატომ მაინც და მაინც ფართობი საიდან მოვიდა, ხო, შეიძლება გაგვიხდეს კითხვა. საქმე ისაა, რომ საქმე ის არის, რომ რადგანაც მოცემული გვაქვს საზოგადოდ Vx t დამოკიდებულება და იქიდან გამომდინარე, რომ სიჩქარე განიმარტება როგორც კოორდინატის წარმოებული დროით, აქედან ჩვენ შეგვიძლია dx-ი განსაზღვროთ, რომელიც ტოლი იქნება Vx t dt. შესაბამისად, ამის ინტეგრება გარკვეული საზღვრებში x1-დან x2-მდე, შესაბამისად t1-დან t2-მდე გვაძლევს, რომ დელტა x-ი, დელტა x-ი გადაადგილება ტოლი ყოფილა განმარტებით t1-დან დაწყის მომენტიდან საბოლოო მომენტამდე ინტეგრალი vx t dt-დან. იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრალის არსი ის არის, რომ აი ამ ფუნქციის ამ შემთხვევაში წრფეზე არის საუბარი, რადგანაც წრფივი დამოკიდებულება გვაქვს, ინტეგრალი არის ამ წრფით მოცემული ფუნქციის ქვეშ არსებული ფართობი, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ პირველ უბანზე 0-დან 2-მდე თუ ავიღებთ ინტეგრალს, ინტეგრალი მოგცემს პლუს ნიშანს, ხოლო აქ მოგცემს მინუს ნიშანს. შესაბამისად, ეს ფორმულა გამოსადეგარი არის გადაადგილებისთვის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვჭირდება გავლილი მანძილი, ამ შემთხვევაში მოგვიწევს არა vx t dt-ს ინტეგრალის დათვლა, არამედ მოდულის აღება. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია მარტივ შემთხვევებში, როდესაც მოცემული გვაქვს ასეთი ტეხილი შეერთებული წრფეები, შესაბამისად ამ შემთხვევაში 0-3 უბანზე მოძრაობა თანაბარშენელებულია, ხოლო 3-დან 7 წამამდე უბანზე, როგორც ხედავთ, დახრის კოეფიციენტი a ტანგენს ალფა განსაზღვრავს აჩქარებას, შესაბამისად ამ უბანზე 3-დან როცა t ეკუთვნის 3-7 მონაკვეთს აჩქარება დადებითია, შესაბამისად თანაბარ აჩქარებული მოძრაობა გვაქვს, ხოლო t ეკუთვნის 0-3 უბანზე აჩქარება უარყოფითი გვაქვს, შესაბამისად როგორც მოძრაობის ხასიათი იცვლება. ხოლო შეეხება ამ შემთხვევას გავლილი მანძილისთვის, იმ შემთხვევაში თუ ასეთი წრფივი დამოკიდებულება არ გვექნებოდა, თუ გინდა რომ მკაცრად დავითვალოთ გავლილი მანძილი, მოგვიწევს შემდეგი ჩანაწერის გაკეთება და vx t-ს დამოკიდებულების მიხედვით და t საზღვრების მოცემით ამ ინტეგრალის აღება და განსაზღვრა საზოგადოდ გადაადგილების ან გავლილი მანძილის იმის მიხედვით თუ რას ვთხოვთ. ამ შემთხვევაში ტრივიალური შემთხვევა გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში 10 მეტრს მივიღებდით თუ ჩავსხომდით vx t დამოკიდებულებას, თუმცა მარტივ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ამ გზით წავიდეთ და ბევრი დრო არ დავკარგოთ ხოლმე ასეთი ამოცანების ამოხსნის დროს. ესე იგი, საბოლოოდ პასუხი რომ ჩავწეროთ, S-ი გავლილი მანძილი ყოფილა 10 მეტრი.